ჩამოვედი ამერიკაში და აქ კიდე რა არაფერი ესე იგი დავიწყე ჩვეულებრივ როგორც ყველა ქართველი მოვაწეობს რაღაც კომპანიონად და მაგრამ უნდა ვთქვა რომ ეს არის ჩემი მეორე სპეციალობა მე ძალიან მიყვარს ეს რასაც ვაკეთებ მე არ ვიცი ვინც როგორ უნდა ისე ჩათვალოს არ ჩამთვალოს ახლა იმათ რა ვცდილობ რომ რაღაცნაირად გავიმართლო თავი თუ რაღაცა გავილამაზო ჩემი ისა აბსოლუტურად არც მცხვენია და ძალიან მიყვარს. ის ყველა მოხუცის. კომპანიონი ნიშნავს მუშაობ მოხუცთან, ესე იგი ეხმარები, წამლები, წაყვანა, წამოყვანა, მომვლელი, ну ზოგი მომვლელს ეძახი, ზოგი კომპანიას ეძახი. მაგრამ ჩემი ძირითადი სამსახურები უფრო იყო ესეთი რაღაც კომპანიონის ტიპის, მანქანი დამყავდა, მიმყავდა, მომყავდა და ყველა ის პიროვნება, რომელთანაც მიმუშავია, სახელით ხომ ახსოვს და იმდენი აი საოცარი ისტორიები მახსოვს მათთან ერთად გატარებული, აი სასაცილო სატირალი არ ვიცი, ესე იგი ეს მართლა ძალიან მიყვარს და ეხლა ბოლო ბაბუა რომელთანაც ვარ და რომელთანაც ცხოვრობ არის აი რაღაცა უნიკალური პიროვნება, არის 101 წლის და ნუ აი არ ვიცი რა ძალიან მიყვარს და ძალიან საყვარელი ვინმეა. ამ ადამიანებთან თავს გრძნობ როგორც დაქირავებული ესე ვთქვათ ადამიანი, ვინც არის დაუშვათ კონკრეტული თანხისთვის თუ შედიხარ? ერთხელ მიგრძენი ეგ და ორ კვირაში დავტოვე ეს სამსახური. აი როგორც კი ვიგრძნობ იმას, რომ ის მე მიყურებს როგორც აი როგორც რაღაც აი მესამე კატეგორიის ადამიანს, მე იმასთან არ ვჩერდები. არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ ის იცი რა არის მე იმას ვაძლევ მთელ ჩემს სულს და გულს. ყველგან მივდივარ ჩემი ინსტრუმენტით და იქ არის სიმღერები და აკვრები რაღაცა ის კი არა ტანც კლასიკა. კი, ჩემ ფორტეპიანო ყველგან თან დამაქვს და ესეთი ძალიან ესეთი ისა მაქვს რა და სხვათა შორის ძალიან პატივის სცენა. აი მე არ მიყვარს იცი ძალიან რომ გაუშინაურდებიან და მე როგორც რაღაცა პატარა ბავშვს ისე ელაპარაკებიან. ყოველთვის ვაგრძნობინებ იმას, რომ ის არის დიდი ადამიანი, ის არის ისა respectful და პატი მოკაცრავად რა ეს ხანდახან. პატივსაცემი. პატივსაცემი და ამას ვთხოვლობ იქიდანაც.